ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia საბრიტანეთთან დაიწყეს ტვიტების ჩამოტანა, ასე რომ შედი თუ დაინტერესებული ხარ და ჩამოგიტანეთ სწრაფად ხარისხი. გამარჯობათ, კომპანია ალფატეჩი ვართ. ბატონი ზურა ალფატეჩი ათამაშებს ჩვენ ახსე თავიანთ პროდუქციას. ეხლა ბატონი ზურა გითხარით მოდი გავათამაშოთ ესეთი რამე ბატონო ზურა თქვენს ახსე. ეს არის სამოყვარულო სამონადირეო ვიდეო კამერა, ესეთი მინი. უკან ეკრანიც აქვს, ამის გადაღებული ვიდეოები სხვადასხვა გვერდზე გვიდევს, მეხსიერების ბარათაც ვაჩუქებთ ან მინი კამერა არის, რომელსაც დავტენით, დავაწვევით ითით და დავიწყეთ გადაღებას. და აქედან უყურებ კიდევ? ხო, აქედან უყურებ როგორი იგებს. ჩანაწერის რომ დაათვალერო? ჩანაწერის რომ დაათვალერო, ეგეც შეიძლება. ნუ ამას საკიდები მოყვება, ძაღლზე დასამაგრებელი მოყვება, მაჯის საათი მოყვება, ძალიან ბევრი აქსესუარები მოყვება. ეთევზელდوارე აკიმაზე ხანკესე დავამაგრო. რამდენი მოყვება ფუნქციურად, ძალიან ბევრი რაღაცა მოყვება ხელზე გასაკეთებელი. ეს ახლა მაგალითად ძაღლზე, ველოსიპედზე, ცხოველზე. ძაღლი რო ნადირობს, რო გავუკეთო გადაიღებს. ხო, გადაიღებს რა. სადღაც 2 საათამდე გაჩავს ელემენტი. მეხსიერების ბარათი რამდენსაც ჩადებ, იმდენსაც გადაიღებს. ხო? ორა ძალიან ბევრი ხან ჩაიძინა და ძალიან ბევრი რამე ეგეს ველოსიპედზე დასამაგრებელიან. რამე იმას დასამაგრებელი, ამაში ესე თავსდება ლამაზად. ჩადგაცუნდება, გადმოვარდნით, არ გადმოვარდება, თავის სარქველია კიდე. და პრაქტიკული რამეა რა. აღარ რაღაცა კი. ჩვენს მაყურებელსაც გაუხარდება. პროგებს გადაიღებ ხოლმე თუ შარიან რაღაცებს იღებ მაგარას რა. თუ ყველაზე დააერთებ 72 საათ შეუძლია ჩაიწეროს იმხელა მეხსიერების ბარათს. 72 საათ ცოტა არ არის. არა, აი რომოთ არის. ეს გადაცემა შეუულია მობილურზე თუ თვითონ არა, ესეც დამოუკიდებელია. ტურისტებში ვერ გადადის, სიმბარათი არიდება, გადაცემის საშუალება არ აქვს. რომ ჩაიწეროს ვიდეოს. ლამაზი რამეა. ხელი ჩართავ, წავს გავუშვებ და წავიდე. ვადიცენდო. ასე იქნება. არ მაგარი. თუ აი სნოუბორდს და რაღაცას ეწევით, აი ეს რაღაცაზე შეგიძლიათ. ამაზე მიამაგროთ. თამაში კიდე რაღაც კაი ბლომად რაღაცები. არა, ძალიან ბევრი რამე გადამყვანები მოყვება. ეს ველოსიპედის დასამაგრებელი როგორც გითხარი, ეს მანქანაში დასამაგრებელი რო არ მოძრაობს. ეს კვების ბლოკი, საათენი, USB-ს გადამყვანი, ძალიან ბევრი მითებია, გამსრული კომპლექტაციით. ახალია, გაუხსნელია. აი ცელოფემიზე დაკოლული გადანა. ასე რომ ვინც მოიგებთ წარმატებას გისურვო და გეტყვით ეც რომ ერთი კვირის განმავლობაში ვიდეოს დადებიდან ერთი კვირის განმავლობაში დაწერთ მხოლოდ ერთი კომენტარი. ორ თუ დაწერთ არ მიიღეთ ვერ მონაწილეობს სპეციალური პროგრამა რომელიც აკეთებს იმას. ერთი კომენტარი დაწერეთ ერთი კვირის შემდეგ ჩვენ ახსე უყურეთ შორტ ვიდეოს, მოკლე ვიდეოს რო იძახიან და გამარჯვებულს გამოვლენთ სპეციალური პროგრამა და ვინც მოიგეთ მე თქვა გაგიმართოთ კაი რამეები გადაიღეთ. ალფატეჩის სახელით იარაღების განხილვის გვერდზე იქნება გათამაშება. ეს კაცი კიდე ბევრ უცნაურ რაღაცებს აყიდის. მე და მე რაღაცებს კიდე გავათამაშე, რო იცოდეთ რა, რომ თუ რამე დაგჭირდა ჩაწერასთან, ხმის, აუდიო, ვიზუალური ორივე ერთად წამწალკე, მობძანეთ ალფატეჩი. ალფატეჩის ის რა ქვია, მისამართი იქნებოდა ტელეფონი ვიდეოს აღწერაში. გონი ბატონო დავით ჩვენი ტაფა მაგრა გაცხელდა. ცეცხლი გუკიდია და ანუ რა იქნა? მოვალ. შევალო. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამოწერებო კარგო ხალხო. გამარჯობათ. მაშასე მეგობრებო, დღეს რას ვაკეთებთ რა? დღეს ისევ თევზი გავაკეთოთ რა. ამ შემთხვევაში არის ორაგული არის დიდი კალმახი. როგორც მე ვიცი, რა ვიცი, ბევრ შეიძლება. კალმახია პატარა. ორაგული მერე ზღვაში მიდის და დიდი ხდება. მოკლედ ეხლა ამ საქმისთვის რა გინდათ? კალმახი არ გადაგურია ჩვენ. არა, ჩვენ ყველაფერს მივახსენებთ ადე თუ გვიან. მოკლედ გეთანხმებით. თევზისათვის რა არის ბატონო დავით რომ გააკეთო. შენ როგორ აფიქრობ? ცეცხლი, ტაფა, მისიც რა ქვია, ის რო არის. ორი მაშინ რო დევ და ეგა. თავარი დაგავიწყდა, აბა დაფიქდი?
თევზი რო გააკეთო, რა არის საჭირო? ცეცხლი. თევზი. თევზი ხომ უნდა კონტენს რო გააკეთო. ამიტომ თავარია რომ გუნდე თევზი რა. ამის რეცეპტი ნახე ადრე ჭამე ოღონდ აღარ მახსოვს რა თევზი იყო, ჰალალად რო თქვა. გადავწყვიტე რა ვიცი, ორაგული კაი თევზია და კაი ორაგული გავაკეთე. ტაფა უნდა გააცხელოთ, აი მან რო დევს. ანუ ზუსტად ეს კერძი გასინჯული გაქვს? არ ვიცი, თევზი არ მახსოვს, მაგრამ ეს გასინჯული მაგ და გემრიელია. ანუ ზეთი გინდათ, ბროწეულის წონი გინდათ, ხახვი გინდათ, აი ესეთი. ხახვი გინდათ, კამა გინდათ, ლიმონი და მარილი. აი მეტი ამ საქმეს. არაფერი არ უნდა წითელი ციცაკა. და წითელი ციცაკა. კიდე ერთხელ ვიტყვი რა, თევზი და ბროწეულის წონი მაგრაზე მაკაცობენ ერთმანეთთან. გამიგე? აი ესენი ახლა უკვე ვნახოთ და ლიმონიც მაგრაზე მაკაცობს. მოგდი ახლა. ჩვენ რო ძალიან არ გავუგზელდეთ. ტაფარი მაგრა გაცხელებული და მოდი ზეთი ჩავასხოთ. ზეთი დავასხათ ესე. ტაფას. აი ეს. ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia და მაგა ძალიან მაგარი რაღაცა მოკოქეს საბერძნეთიდან დაიწყეს თვითები ჩამოტანა. ასო საბერძნეთიდან, ჩინეთიდან, ამერიკიდან ნახო თავის თავა და თურქეთიდანაც. ძალიან დიდი ხანია ჩვენ ბაზარზე ოპერირებს და არის ძალიან, რავი, ვინც მაგას სარგლებს, ზოგმა თქვა ესო ეგრე არ არის ძმაო. ყველაზე პასუხისმგებელი კომპანია ვინც კი გადამზიდავია. მარტო იმიტომ ჩვენი სპონსორია მაგიტომ კი არა, რომ შეხება ქონე ძალიან. მე ჩამომიტანია ბევრი რამეც რაღაც. კი ბატონო, თან ამაზონიდან მაგარი რაღაცები ჩამოდის. მოკლედ. ზეთი გაცხელდა. ესე, რას აქ დავდებ? თევზი უნდა შეწვათ რა. ოღონდ შეწვის წინ მარილი მოაყარეთ. ეხლა ძალიან ბევრიც არა, მაგრამ რაში ეხლა გეტყვით საქმე, ბატონო დავით, უყურე? ის ორივე მხარეს. რო გადაამლაშო თევზს. ხო, არის. თევზი რაც საჭირო არ არის, იმაზე მეც არ აიღებს. აი, მაგარი ამბავი ეგ არის. ხორცი ხო შეიძლება დამლაშდეს. თევზი არის ზავს ეგრე, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც უგონოთ ბევრი დააყაროთ. ეს რომ თლიანად დაყარო. არა, ხო, ნუ ეხლა მარილში ნუ ამოაწოვთ რაღაცა და. აი ეს. თანთევს მარილი უხდება საერთოდ. მარილი რა არის, იცი? მარილი? ერთადერთი არაორგანული ნივთიერება, რასაც ავჭამთ. დანარჩენი, რასაც ავჭამთ. ადრე ამ მცენარე იყო ან ცხოველი. აი ეს ქანია. პილპილი? პილპილი მცენარე იყო. პილპილის მცენარე. ანუ ეს როგორ კეთდება? ბზარზე. ამას ზღვის იმას რა ქვია, აშრობენ. ნახშირითაც ხო გავაკეთეთ ერთხელ. ხო, მე ის გაიწიე. ხო. ცოტა ჯამბაზი უნდა იყოს, რომ ჯამბაზი ხარ? შენ ჯამბაზი ხარ? შვილო, ჯარში იმდენი ხანი ვიყავი, ჯამბაზი ვარ, აბა რა. მოდი დავახროთ, ოპა. სუნიც გაუშვა. ეხლა ნახეთ. ამას დიდი ხანი არ უნდა. გადმოვატრიალებ. მე აი მისგან სოუს გავაკეთებ. მოდი ეხლავე გავაკეთებ, ბატონო დავით, სოუსი. ეს რაღაც არაპრეზენტაბლურად გამოიყურება და ჩვენის აღარ აქვს ჭირდება. შეგვიძლია რომ ეს მოვიცინო და მოდი ახლა შევუდგეთ სოუსის გაკეთება. სოუსი საჭმელია. უყურე. ამაში ჩავყრით. ბევრი არ უნდა ხახვი ბევრი არ უნდა და არც ეს არ უნდა ბევრი. თუ ბევრს უზავთ, წაიყვანს თავის გემოზე, რაც არ იქნება კარგი. თანაბრად უნდა იყოს განაწილება. არა, ბევრი არ უნდა უხნა. ეხლა ერთ ტაფა თევს ამაზე მეტი არ. რასაც ბერს გავუკეთებ, უფრო იმის გამო ექნება. ხო. რომელი თევზი რაც კეთდება თვითონ, თავარი ცენტრალური ეხლა ხო თევზია. თუ 100 ლიმონს უზავ, წავა ლიმონი, გამოგიო შემწვარი ლიმონი. ანუ თევზი რო გამოვიდეს, ლიმონი რო თევზი რო გაკეთება, მე უნდა დაასხალ ლიმონი. მაგრამ სოუსი. არა, ეგ მე უკვე შენ გემოვნებაზე, მე ხი როცა სოუსს აკეთებ. ეს სოუსიც არ არის, ესო შეიწובה, მე ეს უნდა ჩაუშვოთ იმაში. ზემოდან. რომ ორთქლში ეს ყველაფერი ერთად მოიხარშოს. აი, ვისაც თევზი გიყვართ,
მე უნდა წითელი პირპილი დააყაროთ. ბროწეული უნდა? უნდა აუცილებლად. მეჩვენს. მოიცა რა, მოიცა რა. 9 შვილის გაკეთებული 9 მამის გაკეთებული შვილი არ არსებობს, გამიგე. უნდა იყოს მამა ერთი. აი, ეს. ბროწეული არ იყიდოთ მაღაზიაში რა. ბაზარში იყიდება. აი, ეს რაღაცა გამოვიდა. ეხლა სანამ ის იწובה, აი ესენი ერთმანეთში შეიძლება. ამარა, თავიანთ შეიწოვს ამას. თავიანთ გემოებს ესენი გაუზიარებენ. ხო და? გეთახმები. ახე როგორი გამოვიდა რა. ანუ ახლდანაჩვენი. აი ესეთია და ნერწყვი მომივიდა, რაღაცნაირი კაი სუნი გაუშვა, ხო იცი შენ? ფერზეც კაია. მოდი. ნამდვილად. ამას მარილს აღარ უშვებით, იმიტომ რომ იმაქ უკვე მარილი აქვს გაკეთებული იმას. თუ ამასაც მარილს უზავთ, ვეღარ შეგამოგება თუ. ხო, არა, ვეღარ გათვლით. არ მაშინ იმას ცოტა მარილო დააღარ და ასე შემდეგ. მოდი აბა ჩავხედოთ იქ რა პროცესი წავიდა. ოპა, გათეთა და ჯიგარი არა. არ უნდა, არა, გათეთა ცოტა შეიწვას. ეს ყველაფერი და დაიბრაწოს. ანუ როცა ამას დაასხავთ უკვე, იმის შემდეგ 2 წუთი რა უნდა იყოს. თუ მანამდე შესაძლებელი იქნება, ხო? და დიდხანს გააცით, რომ კიდე ამის შემდეგ თევზი შეიწვას. გაფუჭდება. ამას დაეკარგება თავისი გემურთვის, იმიტომ რომ აქ ცოცხალი რაღაცეებია. მანთან ხო, მაგეთ ნა. კაი. მეთანხმები მაგამ ბავშვი. გეთანხმები? ვაშა. მაშინ ახლა დაველოდოთ. ახლიწოთ. ახლიწოთ. ნახოთ. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი თევზი გაგეცდა? გაკეთდა კი არა, ნახე რანაირი გახდა. ეხლა ნახე შენა. დატონო დავით. ეს ჩვენი соуსი უნდა ავიღო და ზემოდან მოვასხათ ამას. აბა. აი ეს. როწეულმა თავისი ქნა. ედაო რა უთლია მოვაყ. აი ეს. ესე და ის რა იქნა მისახურა, აი, ეცა. ეს. ვა, კამამროს უნი გაუშვა, ხო იცი? კი. მოკლედ. ამას გააკეთე ცოტა მიწიოთ. შემეძრეთ გემო. ამას დაასხავთ ზემოდან და 2 წუთი უნდა დაელოდოთ. მეტი არ აქნა, სწორი. როგორ? სიმართლე რა თევზი არ მიყვარს. თევზი მაინცა და მაინც არც მე არ მიყვარს. თუ ხორცია, თევზს არ შევჭამ. არც. არა, თევზსაც გააჩნია და გამკეთებელსაც გააჩნია. თავარია როცა რაღაცას აკეთებ, რა არის, იცი? ცოდნა კი არ არის როგორ გააკეთო. თავარია რა ჯიგრით აკეთებ, გამიგე? თუ უჟმური ადამიანი აკეთებს. ხო, ნელი მოშე ქალები რონე ვაინე, აი, ღრძუკაცები რო არიან. არაფერი არ გამოვა. გამიგე? ის კერა ვაზი რო შეჭამლოს, შეწამლოს ღრძუკაცმა, ღრძუ იცი რა არის? სოკმა ყოფილო ბუზღუნა, აი თუ დიდი. ხო. ის ღვინოც კი არ გამოვა, კაი. არა თუ დაწუროს და გააკეთოს, აი რო შეწამლოს რა. ან ვენახში გაიაროს გინებითა და ბურდღუნითა და საიზღრობებით. ეს მისაჭმელს შენი დამოკიდებულება გამიგე შენაშია საქმე და ზუსტად ეგეთი გამოა რახაზეცაც აკეთებ. ამიტომ საჭმელთან მით უმეტეს ეს რაღაცა ცოტა ხანში შენი ნაწილი უნდა გახდეს რომ შეჭამ გაიგე შენა. ამიტომ ეს გაგეცდა უკვე. აი რამე უნდა ჩავშო. სიო? გაკეთდა. ეხლა ჩვენა ამოვიღოთ ნახოთ გემოზე როგორი გამოვიდა. ამოვიღოთ. დიდი ხანი არ გავაჩერე რა, ხო ნახეთ. ყველაზე გამრელი იცი რა იქნება? და განახეთ ცოტა ხანში მაინც. აი ეს. ეყოსი. პურს მოვიდე ხო? ეხლა მაგაზე მივხედა. მაიცა ბატონო დავით ერთი წამით.
მე ამას ვიღებ. ესე. და ზემოდან გადავალ. მოვაწუწებთ. მას თავის მოხამია. აუ ხახული აგემრიელი. ეხლა ნახე ბატონო დავით. როცა ეს ოპერაცია ჩაიდნენ ადამიანი. თევზი ისეთი რამეა, რომ ეგრევე ცხელს არ უნდა ეტაკო. ეს ხაშლამა არ არის. ხაშლამა შემწვარი ხორცი არ არის. უყურებ მოხარშული არ არის. ეხლა ეს აფაზე ხო იყო ცხელი. ეხლა ეს რომ თელი სიკეთეები ზემოდან ასხია და თვითონ არ შეგ მოხარშული, უნდა დაწყნარდეს. ცხელი თევზის ჭამა არ არის კარგი, იმიტომ რომ არც გემოს ვერ გაიგებ ისე. მოვიდა ხო. გემოები ვერ გაიხსნება. ცოტა ხანი ვაცადოთ, შაცივთ ეს რა, მოდა? მერე ვნახოთ. მოკლედ, აი ესეთი რაღაცა გამოვიდა რა. ბატონმა დავითმა კი ყურს შეაფრინდა უკვე, მაგრამ აიღე ჩანგალი. მე წვენს გავსინჯე. ბიჭო. თევზი დასინჯე. ჯერ წვენს გავსინჯე. ის წვენი ამაში არ არის ჩასული? აი ესეთი რაღაცა გამოვიდა, აი შეხედეთ. აუ ჰა? წვენის გასინჯე, ვაი მაიცა ვნახო. ეს მომიჯერე. აცუ. აჰა. წინარ კიდევ ორა გემრიელია. ხორცი გასინჯა. ხო, ხორცი სინჯა, ხო. აჰა. მაგ. გასინჯება. ხამიჯბება. იჩო რა მიარაბჭა. ვარა გემრიელი რაღაცა გამოვიდა. ბატონო დავით. ისმენ. მოდი ეს სადღელოს ვიტყვი რა და. შენ გინ გეწყინოს და გინ ვერ გაიგო. რომ მოვა და გაიგებ. მოდი ამითი ქალებს გავუმარჯოს. ამე. ერთ რამეს გეტყვი რომ თუ უქალოდ კარგად ახარ, ეგ ძალიან ცუდია. და თუ კარგად ახარ, ქალების გარეშე უბრალოდ უქალოდ თუ კარგად ახარ, ცუდია. იმიტომ რომ ქალები სილამაზეა, ქალები და არის დედა და ასე შემდეგ. შეყვარებულია ქალები, გამიგე? მაგრამ აი თუ ქალები არ არის და შენ კარგად ახარ, ესე იგი შენი საქმე არის ცუდად. გამიგე? შეიძლება ვერ გაიგე რა გითხარი, მაგრამ იცოდე. გაიზები მე ნახავ რა გითხარი. მოდი ქალებს გაუმარჯოს. ამენ. ამ ქვეყანაზე უქალოდ არაფერი არ იქნება. არ ჩვენ არ ვიქნებით. ჩვენი ზუსტად რო ვთქვათ მეორე ნახევრები არიან. ესეთები რენ თუ ისეთები არიან. ეხლა შენ ნეკათიც ხარ თუ ყურივით რატო არ იქცევიო? ის ყურია, ეს ნეკათითია. შენ კაცი ხარ, ის ქალია. გამიგე? იმას თავისი ქალური ბუნება და ზნე აქვს. შენ კაცური ბუნება და ზნე გაქვს. უქალოდ კაცი ზღვაში უგუზოდ გაშვებულ გემსა გავს, გაიგე? აი, ტალღები ახეთქა მინდა მოა. უგუზასო ჩააგდებ. ერთ ადგილზე გაშენებ, დასტაბილურდები, გამიგე? შედაშია საქმე. ამიტომ უგუზას გაუმარჯოს. ეგ უკვე დიდ კაცებზია. ხა შენთვის ქალები გოგოები არიან რა, შენ ხელები რომ დარბიან. აგეთ იგი და ერთმანეთს ვერ სარჩეთ, ბიჭი ხარ თუ გოგო, მაგრამ მოდი მე მაინც დავლევ რა. შენ გინ დამეთახმე, გინ დამეთახმე. მაშინ სიტყვაზე მინდე. გენდობი. ეხლა თერთმეტი ხო ხარ? ხო. აი 3 წელიწადში ზუსტად მიხვდები რაზე გიողები. რატო მეკითხები რამდენი? არა, ნუ ხალხმაც რო გაიგოს რა. გაგიმოდით ქალებო. და ქალების მოყვარულო ხალხო. კაიგონი. ბიჭო ეს რა გემრიელი რაღაცა გამოვიდეს ოხერი ესა. ეს გააკეთე სახში ტაფა ყველასა გაქვთ. და ბროწეულის წვენი არ დაინამოთ რა. ჰა? მაშრაფში არ წამოვა? არა, ბროწეულის წვენი უნდა, არაფერი მაშარაფი. აი რაც იყო ამაზე მეტი არაფერი არ უნდა.
უგემრიელესია, უნაზესია და რა იყო კაცო? ხები არ. ფებია კაცო ის ხო არა. მოდი ამითი. გამოგემშვიდობით. კარგად ზანდებოდეთ. შემდეგ ვიდეო.